Turkish Airlines-ი და სხვადასხვა ავიამზიდი კომპანიები როგორც წესი იყენებენ ორი გიგანტური კომპანიის წარმოების თვითმფრინავებს. ერთი არის, რა თქმა უნდა, Boeing-ი ამერიკული და მეორე არის ევროპული Airbus-ი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ბაზარზე არის დუოპოლია და ეს დუოპოლია გარკვეულწილად განსაზღვრავს მსოფლიო ტენდენციებს ამ მიმართულებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში Boeing-ს მთლად სახარბიელო საქმე არ აქვს, მასთან დაკავშირებით არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს, მათ შორის ხარისხის კონტროლთან, მენეჯმენტთან და ზოგადად ფინანსურ შედეგებთან დაკავშირებით, ხოლო ამ ყველაფრის ფონზე Airbus-ი რა თქმა უნდა ხეირობს, რადგანაც ის არის მისი პირდაპირი კონკურენტი და შესაბამისად Boeing-ის ცუდი ვითარება Airbus-ის უკეთეს ვითარებას გულისხმობს. საერთო ჯამში ვიგებთ, რომ გასული წლის განმავლობაში, ანუ 2024 წელს, როგორც ჩანს, Airbus-მა აწარმოა 766 თვითმფრინავი, რაც გეგმას მცირედით ჩამორჩება, მაგრამ წლიურად 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელი. ასევე ისიც გავიგეთ, რომ საერთო ჯამში კლიენტებს შეუკვეთავს 826 თვითმფრინავი Airbus-ისთვის, რაც ასევე გაზრდილი მაჩვენებელია და შედარებისთვის Boeing-ის წარმოების მაჩვენებლები ჯერჯერობით არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ წინასწარი შეკვეთა იყო დაახლოებით 370-ის ფარგლებში, მაგრამ აქ ცხადია, წინა წლების შეკვეთებიც არის დაგროვილი, თანაც მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებით Boeing-ს არაერთი პრობლემა ჰქონდა, ამიტომაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სავარაუდოდ Boeing-ის წარმოების მაჩვენებელი წელს გაცილებით უფრო დაბალი იქნება ვიდრე Airbus-ის. ამ ყველაფრის ფონზე Boeing-ი იღებს ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებას და $1 მილიონ რიცხავს დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ფონდში. ეს არის ფონდი, რომლითაც დაიფარება ხარჯები სხვა ტიპის მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციისა, რომელიც გაიმართება აგერ 10 დღეში. ეს არ არის პირველი გადაწყვეტილება Boeing-ისთვის, პირიქით უკვე მეოთხე საპრეზიდენტო ინაუგურაციაა, რომლისთვისაც Boeing-მა $1 მილიონი გამოყო და სხვა შორის $1 მილიონი, როგორც ჩანს, არის სიმბოლური თანხა, რომელსაც ბიზნესმენები და კომპანიები რიცხავენ. აგერ Google-მაც ჩარიცხა $1 მილიონი, Tim Cook-მა საკუთარი პირადი ჯიბიდან ჩარიცხა $1 მილიონი, Apple-ის დირექტორზე არის საუბარი. ცხადია, მარკ ზაკერბერგის მონაწილეობს ფაქტობრივად ყველა დიდი მილიარდერი, რადგან ისინი უკვე უდგანან დონალდ ტრამპს გვერდში და ასევე მას უდგას დონალდ გვერდში ილონ მასკი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელმაც ისედაც 100 მილიონზე მეტი უკვე დახარჯა საპრეზიდენტო კამპანიის დროს, უბრალოდ ხან ლატარიის ფორმატით არიგებდა ის, ხან რეკლამებს ყიდულობდა, ხან რეკლამებს ყიდულობდა, ხანაც სავარაუდოდ სხვადასხვა აქტივობების დაუფინანსები არაერთგზის, ეს ყველაფერი ცხადია ამერიკაში გამჭვირვალეა და ყველაფრის შესახებ იცის და ესეც საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ამ ყველაფრის უკან შეიძლება იყოს ერთი დეტალი, რადგან Boeing-ს არ აქვს საქმე კარგად და შეიძლება გარკვეულწილად ამაში ლობირების დეტალები და ნიშნები დავინახოთ, რადგან Boeing-ის აქციები ბოლო 1 წელიწადში არის გაუფასურებული 25% და კომპანიას აქვს საკუთარ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პერიოდი, რადგან თვითმფრინავებს კარები შუა ფრენისას ეხსნება და ბევრი ტექნიკურ ხარვესთან ერთად კომპანიის შიგნითაც ძალიან ბევრი მენეჯმენტთან დაკავშირებული ძალიან ცუდი პრობლემაა და საბოლოო ჯამში $128.5 მილიარდამდე არის შემცირებული საბაზრო კაპიტალიზაცია, არა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრაქტორია საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატების Boeing-ი. როგორც ჩანს, მთლად სახარბიელოდ საქმე არ აქვს ავტოინდუსტრიის გიგანტსაც, რომელმაც საერთოდ პირველი ავტომობილი შექმნა, ეს არის Mercedes-Benz-ი. როგორც ჩანს, გერმანულმა კომპანიამ 2024 წლის განმავლობაში მოახერხა ჯამში დაახლოებით 2 მილიონი ავტომობილის წარმოება და შესაბამისად მოხმარებლებისათვის გადაცემა, რაც არის 3%-ით ნაკლები ვიდრე წინა წელს და ზოგადად ამ კომპანიებს არ შვევიათ იმაზე ნაკლების წარმოება, ვიდრე ამას წარსულში ახერხებდნენ, ანუ კომპანია ვერ იზრდება, რაც საგანგაშოა თავისი არსით, მაგრამ განსაკუთრებით საგანგაშოა ვითარება ჩინეთის ბაზარზე, რომელიც Mercedes-ისა და ზოგადად ნებისმიერი კომპანიისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია და რა თქმა უნდა და იქ კლება არის თითქმის 7%. ეს კი იმაზე მივთითებს, რომ როგორც ჩანს, ჩინელ მომხმარებლებს ახლა უკვე ურჩევნიათ ადგილობრივი წარმოების პრემიალური სეგმენტის ავტომობილები შეიძინონ ვიდრე Mercedes-ის წარმოების. განსაკუთრებით დიდი დარტყმა მიიღო სხვადასხვა ელექტრომობილების დივიზია Mercedes-Benz-ი, იგივე EQ line-მა, რომელსაც აქვს 23%-იანი კლება წლიდან წლამდე, ანუ ეს მიმართულება არათუ იზრდება, არამედ კატასტროფულად მცირდება. საერთოდ ჯამში კომპანიამ მოახერხა 185,000 ერთეული ელექტრომობილის გაყიდვა, ანუ იმ 2 მილიონიან საერთო გაყიდვებთან შედარებით ეს არის ლამის 9% გაყიდვების საერთო მაჩვენებლისა და ეს მაჩვენებელი იმდენად დაბალია, რომ შესაძლოა ევროკავშირის მხრიდან ახლა უკვე Mercedes დაეკისროს ჯარიმები, რადგანაც კომპანია ვერ ახერხებს იმ გლობალური ემისიის სტანდარტებში
ასე ვთქვათ, ჩატევას, რადგანაც კომპანიას უფრო მეტი ელექტრომობილი უნდა გაეყიდა. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ ჩინური ავტომწარმოებლები ძალიან აქტიურდებიან, თანაც ამერიკის ბაზარზე თავისი არსით Tesla დომინირებს, შესაბამისად Mercedes გასაქცევი გზა არ რჩება და პრინციპში ამ ვითარებაშია ყველა სხვა გერმანული ავტომწარმოებელიც, მათ შორის Audi-ც, მათ შორის Volkswagen-ის ჯგუფში შემოვალი სხვა ბრენდებიც და როგორც ჩანს, ეს იქნება ის ტენდენცია, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში გაგრძელდება, რადგანაც სწორედ ამაზე ამბობენ და საუბრობენ სწორედ Mercedes-ის მენეჯერები.